თქვენ ვერაცდებით მაინც პოლიტიკურ ნაწილს ამ ანგარიშში, ხომ? ალბათ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელზეც ქვეყანაში შეიქმნა ის ხმაური თუ საპროტესტო მუხტი თუ რაც იყო ბოლო თვეების განმავლობაში, რა სახით არის აი ამ ანგარიში შესული არჩევნები? არჩევნები არის ერთ-ერთი ნაწილი ანგარიშის, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების პერიოდში ჩვენ ვახდენდით იდენტიფიცირებას იმ სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებების, რომელსაც თვალყურს ვადევნებდით, მათ შორის სატელევიზიო ეთერებით, მათ შორის სოციალური ქსელით, რასაც ვახერხებდით 200-ზე მეტი ასეთი სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტი დავაიდენტიფიცირეთ. მათ ძალიან დიდ ნაწილზე გამოძიება არის დაწყებული, იმიტომ რომ ესენი ჩვენ გადავამისამართეთ შესაბამის უწყებებში, ხო, ნაწილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ნაწილი პოლიციაში, ნაწილი პროკურატურაში და აქ დაიწყო უკვე მათი კომპეტენცია არის უკვე ამ ყველაფერზე რეაგირება და ამ ფაქტებზე, ასე ვთქვათ, პასუხისგაცემა. ეს იყო, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს და არც აპარატს არასოდეს არ მოუხდენია არჩევნების დაკვირვება იმ თვალსაზრისით, როგორც ამას აკვირდებიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. თუმცა თქვენგან მოითხოვდა ოპოზიცია, რომ შეგეფასებინათ ეს არჩევნები, რომ იყო გაყალბებული, რომ იყო არალეგიტიმური. ამას თქვენგან მოითხოვდა ოპოზიცია. არა, ოპოზიცია შეიძლება ბევრ რამეს მოითხოვდეს, მაგრამ მეორე საკითხია, მე რაზე დაყრდნობით, რა შემეძლია ვთქვა, ხო? მე შემეძლო იმ პერიოდში იმ ფაქტებზე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ამ ფაქტებზე მომეხდინა რეაგირება, მიმემართა შესაბამის უწყებებისთვის და მე მეკითხა, რა ხდება ახლა, რაზეც მოგმართეთ, მიდის გამოძიება თუ არ მიდის და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ გაყალბებას და არ გაყალბებას, ამაზე უნდა ესაუბროთ იმ ორგანიზაციებს, ვინც აკვირდებოდნენ, ხო, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ესეთი იყვნენ, მეუთოდირი იყო, სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ამას სხვადასხვანაირად იყენებს ყველა პოლიტიკური. შესაბამისად ამ ნაწილში შეფასება მე ვერ მექნებოდა, გარდა იმისა, რასაც ადამიანურად ვაფასებდი უბრალოდ იმ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რასაც მეც მიყენებდნენ რაღაცა ბრალდების სახით და ზოგადად ამბობდნენ, რომ თქვა 100,000 ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა. მე უბრალოდ ვამბობდი, რომ ჩვენთან არ არის ესეთი განცხადება დაფიქსირებული და ზოგადად ახლა როგორ წარმოვუდგენიავინოს 100,000 ადამიანს ჩამოართვა პირადობის მოწმობა და 100-მა მაინც არ ჩაწეროს ის რა ქვია ლაივი და არ ილაპარაკოს ამის შესახებ, ხო, საჯაროდ. და ასე შემდეგ კიდე ბევრი სხვა რაღაცა აბსურდული რაღაცები იყო. ამიტომ ეს არის ჩემი უბრალოდ დაკვირვება, როგორც მოქალაქის იმ პროცესზე, რასაც ვაკვირდებოდი, ხო? შეუძლებელი არის 300,000 ხმა გააყალბო ისე, რომ ამის შესახებ